ერთ საღამოს ჩავხდა ტელევიზორი და ვხედავ, რომ ღერის არაჩვეულებრივად ვიღაც მეცო-სოპრანო და მე ბოლოსში გავიგე, რომ ეს იყო ლენინგრადის ოპერის თეატრის სოლისტი ბაგაჩოვა. მე ეს ქალი არ მყავდა მოსმენილი, მაგრამ ისე იმღერა ავე მარია, კაჩინის ავე მარია, რომ იმ წუთას დამებადა სურვილი, დამთავრებულიც კი არ ქონდა მას ეს ნაწარმოები, რომ მე თვითონ მივუჯექი ინსტრუმენტს და ჩემი საკუთარი ავე მარია შევქმენი. რა თქმა უნდა, არ მქონდა ტექსტი და დავიწყე ლათინურ და იტალიურ ენაზე, რომ ჩამეწერა, იმიტომ რომ თვითონ სტილით და მელოდიით ეს ჩემი ავე მარია უფრო ესეთ მიეკუთვნებოდა მე კი გავუკეთეთ ჩვენ ქართული ტექსტი, მაგრამ აი ეს იტალიური და ლათინური ტექსტის შეხამება ძალიან ნორმალური, ასე ვთქვათ, და კარგი ელფერი მისცა ამ ჩემს ნაწარმოებს. გავიდა რაღაც ხანი და არ ვიცი, ეს მომღერლებს ჩემი ხელნაწერი თქონდათ ხოლმე ეს. ჩვენი ოპერის მომღერლებს სადმე თუ მივიდიოდი, ეს ჩემი ხელნაწერი მიმქონდა ხოლმე თან და ერთ დღეს მირეკავს ვიღაცა ქალბატონი და მეუბნება, რომ იცით, თქვენი ავე მარია შესულია ისეთ ალბომში, ამას გაჩვენებთ ახლა. არაჩვეულებრივი ალბომია, სადაც ხვდა ბედნიერება ჩემს საყვარელ კომპოზიტორებთან ერთად, ვისაც მე რა ვიცი, ალბათ ბავშვობიდან ოპერის მოყვარულიც ვიყავი, იმიტომ რომ 3 წლიდან ვიყავი მუდმივი მსმენელი საოპერო სპექტაკლებისა და საბალეტო. ასე რომ აი ეს ჩემი ავე მარია ალბათ კიდე აი ეს გამოძახილია, რომელსაც მე ვისმენდი, გამომიგზავნეს აი ეს ალბომი, სადაც ჩემი უსაყვარლესი კომპოზიტორების გვერდით ვარ მე. ამ დროს ყველა კომპოზიტორს აქვს დაბადების, გარდაცვალების აღნიშნული აბსოლუტურად ყველას და მარტო მე ვარ, არ იცოდნენ ვინა ვარ, რა ვარ და საიდანა ვარ. და ამ დროს მსოფლიოში საერთოდ არის 5000-მდე ალბათ ავე მარია შეუქმნიათ კომპოზიტორებს სხვადასხვა ქვეყნის. და საუკეთესო მსოფლიოში საუკეთესო ავე მარიებს შორის შევიდა ჩემი ავე მარიაც და ვარ არაჩვეულებრივი 17 მამაკაცთან ერთად ერთადერთი ქალი, ისიც ქართველი. ეს მე მგონი ძალზე საამაყოა ჩემთვის და ალბათ ჩემი ქვეყნისთვისაც. და მიხარია, რომ ისეთი ავტორების გვერდითა ვარ, როგორიც არიან ჩემი უსაყვარლესი კომპოზიტორები. ვერდი, პირველად ვერდის ვაფასებ, მე ყველაზე ძალიან მიყვარს. ვერდი, შუბერტი, ბახ-გუნო, ლუცი, კაჩინი, ქერუბინი, ისეთი ავტორები არიან, რომ აი საოცრება, მაგრამ მოხდა კიდე ერთი საოცრება, რომ ჩემი ავე მარიას გვერდით არის სწორედ კაჩინი. ვისი ავე მარიის წყალობითაც შეიქმნა ეს ჩემს მეზობლად. არის სწორედ კაჩინის ავე მარია. ასე რომ მე ბედნიერი ვარ, თემ მსოფლიოში მღერიან და არიციან ავტორი ვინ არის, იმიტომ რომ არიციან, რომ ქართველი და თანაც ქალი. კახი კავსაძის ძმა, ტენორი შესანიშნავი, იმერი კავსაძე, იყო პოლონეთში ცხოვრობდა, ის მოღვაწეობდა, ტენორია, ჩვენი კონსერვატორია დამთავრებული და იქ ვიღაცა ყოფილა გასტროლებზე და უმღერია ეს ჩემი ნაწარმოები და ხა წარმოიდგინეთ მონატრებული საქართველოს შევარდიო იმაში, კულისებშიო და ვუთხარ, თქვენ იცით ვისი ავე მარია იმღერეთო და მომღერალს უთქვამს, რომ როგორ არ ვიციო, ესო ფრანგი კომპოზიტორია.
კაციო, მამაკაციო და თანაც გარდაცვლილია უკვე, კარგახანია. ესო, ფრანგი კი არა, ქართველიაო, კაცი კი არ არის, ქალიაო და დღესაც ცოცხალია და ჩემი მეგობარიაო. მოუწონებია დავით თურმე იმერის. ასე რომ აი ესეთი კურიოზიც იყო ამ ავე მარიასთან დაკავშირებით. და პირველი შემსრულებელი ჩემი ავე მარიასი თბილისში იყო ოპერის თეატრის სოლისტი ნაირა გლუნჩაძე, რომელიც შემდეგ გერმანიაში გააგრძელა თავისი მოღვაწეობა. მინდა გავიხსენოთ ჩემი უსაყვარლესი მეგობარი ეთერ კაკულია, რომელიც არა მარტო მე მიყვარდა, მთელ საქართველოს, რა თქმა უნდა. არაჩვეულებრივი იუმორის პატრონი იყო. და მე მახსოვს ერთხელ ერევანში ვიყავით ტელევიზიის მიწვევებით და შემდეგ ტელევიზიის თანამშრომლებმა მიგვიწვიეს რესტორანში სავახშმოთ გადაღების შემდეგ და ვსხედვართ ახლა და მე ისე დავიღალე რომ არ მინდოდა ჯერ ესეთი არ მინდოდა არაფრის ჭამა და იქ ძალიან შეწოხდნენ ეს მასპინძლები და რატო არ მიირთმევთ, რატო არ მე ვთხარი მე ისეთი მსუქანი ვარ მე იატაკაა ტოლსტაია ვთხარ რომ არ მინდა მეთქე ღაღამე საჭმელი მივირთვა მეთქი და ერთ-ერთმა მითხრა ვინი ტოლსტაია ვიტომბოლიკ ახლა ჩვენთვის მე რაღაც სომხური სიტყვები მესმოდა იმიტომ რომ ეზოში ძალიან ბევრი სომხი ცხოვრობდა ჩვენთან მაგრამ ეს სიტყვა პირველად გავიგე და ეთერებაც კითხა что это такое რა არის ეს არის პიშკა პიშკა რუსულად არის ესეთი ფუმფულა თუ რაღაცა ვინი თომბოლიკ ვი პიშკა მითხრა აი რა კი ვერ გაიგეთო სომხურად ეს მაგრამ ეთერიმ დაიხვია ეს ხელზე და იმის შემდეგ თომბოლიკს მეცახდა და გარშემო მიცეყო ხოლმე ვერ გაიგოთ რას ამბობს ეთერი აი ესეთი მოფერებით მომართავდა ხოლმე ყოველთვის დამირეკავდა თომბოლიკ როგორ ახარ არ წავიდეთ იქ სადღაც მეპატიჟებოდა ხოლმე და ძალიან გული დამწყდა რა თქმა უნდა ეთერი გული მთელ საქართველოს დაწყვეტა არაჩვეულებრივი ხმის პატრონი იყო ასეთი საესტრადო ხმა მე კარგახანი არ მომისმენია მე და თენგიზ სულხანიშვილი ჟურნალისტი ერთად მუშაობდით ტელევიზიაში მე მუსიკალური გადაცემების რედაქტორი ვიყავი საბავშვო რედაქციისა და მიხდებოდა ხოლმე ესე ძალიან ხშირად ცენტრალური ტელევიზია ეს მოსკოვის ტელევიზია ასე ერქვა და ამ ცენტრალური ტელევიზიით მიხდებოდა ხოლმე გამოსვლა და ერთ-ერთი გამოსვლის შემდეგ მოდის უცებ და გაუშვეს საახალწლოდ ეს გადაცემა და მოდის დეპეშა ბაქოდან სასწრაფოდ გამოგზავნეთ ნუნუ გაბუნიო. რა თქმა უნდა მე წავედი და თენგიზ სულხანიშვილიც როგორც ჟურნალისტი ასე იყო მიწვეული. ჩავედით მე და თენგიზი და გვიანი, იმიტომ რომ უკვე დაიგვიანეს ჩვენმა თვითმფრინავმა ჩაფრენა. იქ აღარავინ აღარ დაგვხვდა აეროპორტში. როგორც იქნა დავიჭირეთ ტაქსი და თვითონ მივადექით ამ ტელევიზიას, მაგრამ ეს იმდენად დავიგვიანეთ 6 საათზე უნდა ჩავსულიყავით, ღამის პირველ საათზე ჩავფრენდით. თურმე თავმჯდომარის მოადგილე გველოდებოდა ჩვენ და როგორც იქნა შევედით ამ თავმჯდომარის მოადგილესთან და რო უთხრა დივანმა რომ ნუნუ გაბუნიო რაღაცა და ფეხ შევყევით შევედით აი ამის კაბინეტში და ვხედავთ რომ ვიღაცა ძალიან მსუქანი კაცი ესე წერს იმაზე და ძინავს უკვე იმიტომ რომ ღამის პირველი საათი იყო აწია ესე თავი შემომხედა და არა წამოდგა
და შემომხედა ესე და დავარდა ისევ სკამზე ესეთი სახით. ამიდუმული ვიქაქ ზიკინა. ჩვენ გვეგონაო რომ ზიკინასნაირი იყავი და ზიკინა იყო ძალიან ესეთი ფუმფულა ქალი. და ნუ ესე იგი მე და თენგის აგვივარდა სიცილი. რა თქმა უნდა ძალიან ესეთი დამამახსოვრებელი დამრჩა აი ამ ბაქოს პირველი ჩასვლის რომ თურმე ზიკინას მიმამგვანეთ და იმიტომ კი არა რომ მე გამოვჩნდი და ჩემს სიმღერებს მღეროდი ტელევიზიაში ტელევიზიით ამ საბჭოთა კავშირში იყო ხო ეს გადაცემები არამედ თურმე იმიტომ მიმიწვიეს რომ ზიკინას ვგავდი სიმს უკუნეთ მე ვერ ვეგოები რას იცით ძალიან ბევრი ამთავრებს კონსერვატორიას, მათი ნაწარმოებები არ სრულდება და არ იციან რატო. და თუ გკითხავთ, რომ რატო გაქვს ესეთი ნაწარმოები, რომ მსმენელი ვერ გაიგებს ამას. თუ მელოდია არ არის ნაწარმოებში, მუსიკალურ ნაწარმოებში, ის არ შეიძლება ჩაითვალოს მუსიკალურ ნაწარმოებად, ასე ვთქვათ. და ძალიან ბევრი იმართლებს თავს, იმიტომ რომ მე ავანგარდული მუსიკა დავწერე. ეს ახალი მუსიკა. იცით რა? აი ეს ფესვები, რაც ჩვენ გვაქვს თან ქართველებს, რაც მოდის სწორედ სასიმღერო და ესეთი მელოდიური, არაჩვეულებრივი მელოდიური ხაზი მიყვება მას. არ შეიძლება ჩაითვალოს ის ავანგარდიზმი, ეს არაფერი არ არის. არ არის. ეს არის მოწინავე რაზმი, ხო? ფრანგული სიტყვა და მოწინავე რაზმს ნიშნავს. მაგრამ მოწინავეთ რო თვლი შენ თავს, აი იმ ნაწარმოებში უნდა გქონდეს რაღაცა ისეთი, რომ არ იყოს ეს ხალხისთვის სატანჯველად მოსასმენი. სამწუხაროდ, ნუ მე პროფესიონალ კომპოზიტორებზე მაქვს ახლა ამ წუთას, თორე რამდენი ძგნებავს, იმდენია ნიჭიერი, რომელიც ქმნის, მას არ აქვს კონსერვატორია დამთავრებული, მაგრამ აი მათი ნაწარმოებები დარჩება. იმიტომ რომ არის მელოდია. ეს ძალზე მნიშვნელოვანი. ესე რომ მე მგონი უნდა გაითვალისწინონ თავის თავს ავანგარდულ მუსიკის წარმომადგენლად მიაჩნიათ. აი გაითვალისწინონ რომ მუსიკა მელოდიის გარეშე არ არსებობს.